ანუ ეს არის ნიკაპის ნერვის გაუტყივარება. ნიკაპის ნერვი. სამწვერა ნერვის მესამე ტოტი ოვალური ხვრელიდან რო გამოდიოდა, ისევ და ისევ გახსენებთ, ხო? რომელ ხარეთში? აი აქ, ხო? ხო გამოდიოდა ოვალური ხვრელიდან და შემდეგ თათაშორის სივრცეებში და ქვედაყბის სად მიდიოდა ხვრელში და მერე ქვედაყბის არხში. აქ გამოეყოფოდა ქვედა ალვეოლური ნერვი, ხო სწორი ვარ? კიდე რომელი? ენის და ლოყის ნერვი. ეს ქვედა ალვეოლური ნერვი მაშინ არის თქვი სად მიდის თქო ქვედაყბის მთელ სიგრძეზე. რა არის აქ? ქვედაყბის არხში. და ქვედა ალვეოლური ნერვის გაგრძელებაა, მას გამოეყოფა ერთი ნერვი, ეს არის ნიკაპის ნერვი, ანუ მენტალური ნერვი, რომელიც გამოდის, აი ამ ხვრელებს ქვია ნიკაპის ხვრელი, ანუ იგივეა რაც რომელი მენტალური ხვრელები. სად მდებარეობს ახლა ეს? გახსოვთ ქვედაყბის ხვრელზე გკითხეთ, სად არის ქვედაყბის ხვრელი, სად მდებარეობს თქო? და თქვენ მითხარით რა? ტოტის შიგნითა ზედაპირზე, მისი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების კვეთაზე, შუა ხაზების. მე უფრო მაინტერესებდა, ესე იგი ტოტის შიგნითა ზედაპირზეა. ეხლა ნახეთ ქვედაყბა როგორ დავყავით ჩვენ, სხეული და ტოტები. სად მდებარეობს თქვენი აზრით მენტალური ხვრელი? სხეულის გარეთა ზედაპირზე. ანუ უნდა ვიცოდეთ, რომ ნიკაპის ხვრელი, ანუ მენტალური ხვრელი უკაცრავად მდებარეობს ქვედაყბის სხეულის გარეთა ზედაპირზე. შეგიძლიათ დამიკონკრეტოთ კბილების მიხედვით, ვინც ახლოსაა რო შეხედოთ. პრემოლარებთან მდებარეობს. რომელთან, ესე იგი, რომელ კბილებთან? ქვედაყბის. ოღონდ ნახეთ ბავშვებო, ეს ნიკაპის ხვრელი ხშირად მდებარეობს ან პირველ და მეორე პრემოლარს შორის, ზოგიერთ ადამიანში, ან ძალიან ხშირია რომ შეგვხვდება, რომ უშუალოდ მეორე პრემოლარის დონეზეა. არ ვიცი ხა მეზებიდან ვისად გვექნება. მიხვდით? ესე იგი, ან არის პირველ და მეორე პრემოლარს შორის, სად არის ქვედაყბა? აი მაგალითად, ხო? აი პრემოლარები. შეიძლება ბევრს აი აქ კონდეს, ამათ შორის, ან რა ვთქვი, მეორე პრემოლარის პროექციოთ, ხო? მეორე, ხო, მისმენთ ბავშვებო, დაღლილები, ხო, რაღაცა. სად იყავით, რა გქონდათ, თუ რა ვთქვით? პათოლოგია. დაგღალეს ესე იგი. ეგ დეკანატში არ გიტარდებათ? ან მეორე პრემოლარის საპროექციოდ. ეხლა ნახეთ, სანამ ანესთეზიის ტექნიკაზე გადავალ, ჩვენ ყოველთვის ყველა ანესთეზიაზე ვჭირდებოდა, აი ხა შევხედოთ, არავის არ გვიჩანს ეს ხვრელი, როგორც სხვა ხვრელი. რა გვჭირდება? საორიენტაციო რაღაც ხაზები. უფრო ხშირად ეს ხაზები როგორი იყო? ვერტიკალური რაღაცა ხაზი, ხო სწორი ვარ? და ჰორიზონტალური რაღაც ხაზი. და მათი გადაკვეთის წერტილებში იყო რომელიღაცა ხვრელები თუ ალბუდის ქვედა ნიკაპი თუ ასე შემდეგ. ხო სწორი ვარ? აქაც სხვადასხვა ორიენტირები შეიძლება გამოვიყენოთ, ანუ ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების გადაკვეთის წერტილები, რომ ჩვენ ვიცოდეთ სავარაუდოდ სად მოგძებნოთ ეს ხვრელი, სად უნდა მივაგნოთ, ხო სწორი ვარ? კარგით, ეხლა არსებობს სხვადასხვა ორიენტირები. აი მაგალითად, ვერტიკალური ხაზები, რომელი შეიძლება იყოს, იცით? ეს გახლავთ, აი მაგალითად, ვერტიკალური ხაზი რო გვინდოდეს, ესე იგი, პრემოლარების ზედა და ქვედას გულისხმობ, პირველი და მეორე პრემოლარებს შორის გატარებული ერთი ვერტიკალური ხაზი. აი მაგალითად ეს შეიძლება იყოს რომელი ხაზი? ვერტიკალური. მაგრამ ეხა ეს ხაზი რო გავატარე პრემოლარებს შორის, ნახეთ, არაფერი არ გადაკვეთა მოდის სიგრძეზე და რაღაც ხაზი ხომ მჭირდება, რომ გადაკვეთის წერტილი მქონდეს. ეს ჰორიზონტალური ხაზი გახლავთ, ნახეთ, აი აქ ნახეთ. ქვედაყბის ქვედა კიდე, მოისვით ქვედა კიდე, ხო იცით რომელია? ქვედაყბის ქვედა კიდეს და კბილები, აი აქამდე ამას რა ქვია, ალვეოლური მორჩი, ხო ეს კბილები დაჭდეს. ესე იგი, აი ეს ქვედაყბის ქვედა კიდეს, აი ამას და ალვეოლური მორჩის, აი ეს კიდე, ხო ალვეოლური მორჩის, მერე უკვე კბილებია. ამას გავყოფ შუაში, მიხვდით? ქვედაყბის ქვედა კიდესა და ალვეოლური მორჩის კიდეს შორის გავატარებ ჰორიზონტალურ ხაზს. გამიგეთ თუ არა? ყველა მიხვდა?
ესე იგი, ქვედაღბის ქვედა კიდეს და ალვეოლური მორჩის კიდე ეს არის, ამისევით უკვე ის არის, კბილები იწყება. მიხვდით თქვენ? აი, ქვედაღბის ქვედა კიდე, აი ეს კიდე, ანუ ეს კიდე. და ალვეოლური მორჩის აი ეს კიდე. გავყოფ რა შუაში და გავატარებ ჰორიზონტალურ ხაზს. ანუ ორი ხაზის კვეთა მივიღებ. ერთი ეს იყო პრემოლარებს შორის გატარებული, პირველ და მეორე პრემოლარს შორის გატარებული ვერტიკალური ხაზი, აი ეს ხაზი და მეორე რამ უნდა გადაკვეთოს ქვედაღბის ქვედა კიდეს და ალვეოლური მორჩის კიდეს შუა ხაზი, აი ეს, აი ამას გავყოფ შუაში და გავატარებ ჰორიზონტალურ ხაზს. მათი გადაკვეთის ადგილას უნდა იყოს რა? მენტალური ხვრელი. კი ბატონო. ეხლა უფრო რთულია მოძებნო მენტალური ხვრელი უკბილო ყბაზე. ეხლა თქვენ შეიძლება იფიქროთ ადამიანს თუ კბილები არა აქვს. თან რომელსაც ეს ნერვი აინერვირებს, რაჯანდაბათ მინდა ეგ ანესთეზიაო, ხო სწორი ვარ? მაგრამ ეგ ანესთეზია ხშირად მენტალურ ხვრელში გამოიყენება ბლოკადებისთვის ვიყენებთ, თუნდაც როცა სამწვერა ნერვის ნევრალგია აქვს ადამიანს და უკურნალობთ. მიხვდით? სამწვერა ნერვის ნევრალგია არის ეგეთ დაავადება თქვენი შემდეგ მაღალ კურსზე ისწავლით და ზუსტად ამ ხვრელში შევყავს მედიკამენტები, ანუ ბლოკადები კეთდება ამ ხვრელში. ამიტომ შეიძლება უკბილო ყბაზეც დაგჭირდეს. უკბილო ყბაზე უფრო რთული მოსაძებნი რატოა იცით? ალვეოლური მორჩი რას განიცდის? ატროფიას განიცდის სხვათა შორის და უფრო რთული მოსაძებნია. მაგრამ ამ შემთხვევაში ნახეთ რომელ ხაზს ორ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ხაზს გამოვიყენებ. ეს გახლავთ პაციენტს ვეუბნებით რომ ზერა იყოს პირდაპირ გუგაზე მინდა ხაზი რო დაუშვა. მიხვდით? ანუ მარჯვნივ ზევით ქვევით არა. ზერა როგორ უნდა იყოს? პირდაპირი. თქვენ შეგიძლიათ გახაზოთ იმითი ბრილიანტის მწვანით, იოდინოლით სახეს, ეგ არაფერს პრობლემას არ შექმნის. ჩვენ ზოგჯერ სახეს ხაზავთ სხვადასხვა მანიპულაციით. გუგაზე უნდა დაუშვა ვერტიკალური ხაზი. ოღონდ აი ესე პირდაპირი მზერის დროს. გასაგებია, ხო? დაუშვი ვერტიკალური ხაზი და უკვე დადგენილია. ქვედაღბის აი ამ ქვედა კიდიდან უნდა გადავზომოთ 12 მილიმეტრი. ნახეთ 1 სანტიმეტრი და 2 ხაზი როა. სახაზავებით ჩვენ ხო გვეჭარული ბაჭირი. თუელამია. უნდა წამოვიღოთ სახაზავი, ა? თუელამია. თუელამია მაშინ სხვა ის უნდა ვნახოთ. თვალის გუგაზე არ დაუშვებთ. გეტყვით სახეჭე კუნთის წინა კიდე შემიძლია გამოვიყენო. ამ წუთში მაგაზე ვსაუბრობ. ესე იგი გუგაზე დაშვებული ვერტიკალური ხაზი და ქვედაღბის ქვედა კიდიდან რამდენზე გადავზომავ 12 მილიმეტრი. ანუ ეს არის 1 სანტიმეტრი და ის 2 ხაზი და გავატარებ ჰორიზონტალურ ხაზს. და მათი აი გუგაზე დაუშვი, აქ გადავზომე, გავატარე და მათი გადაკვეთის წერტილი უნდა იყოს აი ეს მენტალური ხვრელის ადგილი. რაც შეეხება თუელამია, ან მხედველობა არ არის, ხო. ან ჩადგმული აქვს იმპლანტი, რომელიც არ მოძრაობს, ხო? შუშის თვალს ვეძახ. ამ შემთხვევაში ვერტიკალური ხაზი შემიძლია შევცვალო, ანუ გუგა პირდაპირ მზერა არ გაქვს და შემიძლია საღეჭი კუნთი, აქ საღეჭი კუნთია, მისი წინა კიდეზე გავატარო ვერტიკალური ხაზი. და ის ისევ ის იქნება ქვედა კიდიდან 12 მილიმეტრზე. მიხვდით ბავშვებო? დიახ. ანუ საღეჭი კუნთის წინა კიდე შემიძლია გამოვიყენო ვერტიკალური ხაზის დასაშვებად. ბოდიშით. ბატონ ზურას ტელეფონი დარჩა და ხო არ გინახავთ ეს ხო. ეგიდო გავიგეთ ახლა ეს გადაკვეთის წერტილები? ძალიან კარგი. ეხლა რაც შეეხება თვითონ ჩატარების ტექნიკას. ანესთეზიების უმეტესობა როგორ კეთდება ბავშვებო პირშიგნითა და პირგარეთ. გააჩნია ზოგიერთი ანესთეზია შეიძლება პირგარეთა მეთოდი ამჯობინო ტექნიკურად მარტივი იყოს, ზოგიერთი შემთხვევაში პირშიგნითა. ეს მენტალური გაუტკივარება ანესთეზიაც არის პირშიგნითა და არის პირგარეთა. მოდი ჯერ ვთქვათ პირშიგნითა მიდგომით, ხო? ესე იგი, მე სავარაუდოდ გავატარე რომელი ხაზიც გნებავთ, კაი, გუგაზე
ან პირის ღრუდან რადგან თქვი რომ პირშიგნითა გავაკეთოთ თქო პრემოლარებზე გავატარე ზედა და ქვედაზე ესე წარმოსახვითი ხაზი მე ალვე ქვედა ყბის ქვედა კიდე და ალვეოლური მორჩის კიდე რა ვქენი შუაში გავატარე ხაზი და სადღაც უკვე ვიცი ვარაუდით რომ აქ არის ეს მენტალური ხვრელი რა გადავწიო ტუჩი და ასევე ლოყა უცებად ჭირდება რომ მარტო ტუჩი რო გავადავწიო პრემოლარები არ გამომიჩდება ხო სწორი ვარ ეხა ნახეთ ბავშვებო სავარაუდოდ არის ხვრელი ზუსტად ხო არ ვიცი არცეთი ანესთეზიის იმიტომ რომ შეიძლება შენ პირველ მეორე პრემოლარს შორს კონდეს შორის მე მეორე პრემოლარის დონეზე მქონდეს პირდაპირ მეორე პრემოლართან ამ შუაში ამათ შორის რო უჩხლიტო შეიძლება აცდე ვერ ნახო ეს ხვრელი ამიტომ ნახეთ ჩხლეტა კეთდება ნახეთ ეხა საწავედი ესე იგი აქ უნდა იყოს ეს ხვრელი დაახლოებით ხო საწავედი წინ თუ უკან უკან და ნახე უკან ოღონდ ნახე აქ ვარ მის სიგრძეზე ხო სად უკან და ზემოთ აქ რომელი კბილია თქვენი აზრით აი ეს რომელი კბილია პირველი მოლარი ანუ აქ რომ გონია რომ არის ეს ხვრელი თქვა პირველს და მეორეს შორის გონია ან მეორესთან არ ვიცი ზუსტად აი ესე ჩხლეტას ვაკეთებ ამ სავარაუდო ხვრელიდან უკან და ზემოთ რომელ კბილთან პირველი მოლარის წინა კიდის საპროექციოდ სად უჩხლიტე გარდამავალ ნაოჩში ნახეთ აქ გავაკეთოთ ეხლა ჩვენ აი აქ უჩხლიტე გარდამავალ ნაოჩში ნემსის მიმართულება როგორია ზევიდან აი ეს როგორ ვაკეთებ აი ეს რომ აქვს გადაწევ აი ესე მიჭირავს მიხვდით თქვა იქეთ მხარეს თუ უკეთებ ესე იგი ნემსის მიმართულება არის როგორ ზევიდან ქვევით ეხლა უკანიდან საით წინ მივდივარ და გარედან შიგნით როგორც კი გავაკეთე პირველი მოლარის წინა კიდის საპროექციოდ ჩხლეტა რას უნდა შევეხო ძვალს დავიწყებ დავღვრი ანესთეტიკს 0.5 მილilitrამდე მაინც მივდივარ ძვალზე ცოცვით 0.5 მაინც დავღვრი მიმართულება ხო ვთქვით ზევიდან ქვევით უკანიდან წინ გარედან შიგნით რას ვეძებ აი ამ ხვრელს წავედი ახლა ძვალზე ცოცვით მეორე პრემოლარისკენ როგორც კი ნემსის წვერი მენტალურ ხვრელში მოხდება ჯერდი იგრძნობ თითით რომ რას იზავს ჩავარდება და პაციენტს მტკივნეული შეგრძნება აქვს ქვედა ტუჩის არეში აუცილებლად რეაქცია აქვს გასაგებია კაი ამ ხვრელში უკვე ნემსის წვერი არის ამის შემდეგ 2-3 მილიმეტრი ანუ 0.3-0.5 სანტიმეტრი შევდივარ ხვრელში აი აქ და დავღვრი 0.5 მილილიტრ ანესთეტიკს უფრო მეტზე არ შეხვიდეთ თორე ქვედაყბის არხში მოხვდები და იქ ნერვს დააზიანებ ქვედა ალვეოლურ ნერვს ნევრიტში იქ თუ დავღვრი მე ან ნემსის წვერით გაჩხლით ამ არხში შეიძლება ნევრიტი გამოიწვი ანთება იქ ნერვს გასაგებია ანუ გავიმეოროთ პირშიგნით ამეთო ლოყა და ტუჩი გადავწიე ჩხლეტას ვაკეთებ პირველი ესე იგი სავარაუდოდ მენტალური ხვრელიდან უკან და ზევით დამიკონკრეტეთ პირველი მოლარის წინა კიდის საპროექციოდ გარდამავალ ნაოჩში ნემსის მიმართულებაა ზევიდან ქვევით შემდეგ უკანიდან წინ გარედან შიგნით გავჩხლიტე 0.5 სანტიმეტრი 0.5 მილილიტს დავღვრი ანუ ძვალთან ვარ შეხებაში მივცოცავ და ვეძებ ამ ხვრელს როგორც კი ნემსის წვერი ჩავარდება მენტალურ ხვრელში ამას შეიგრძნობ როგორც თითები ხელით ანუ ჩავარდა ასევე პაციენტს სადამტკივნეული ქვედა ტუჩის არეში აქვს რეაქცია ანუ მტკივნეული შეგრძნება აქვს უცებ მომენტალურად შემდეგ ჩავალ რამდენზე 0.2-0.3 უფრო სწორედ 0.3-0.5 სანტიმეტრზე ან თქვით 3-5 მილიმეტრი და დავღვრე 0.5 მილილიტს დაახლოებით 3 წუთში დადგება ანესთეზია რა გაუტკივარდება? გაუტკივარდება ფრონტალური კბილები, ეშვი პრემოლარები. ოღონდ ესენი უფრო სუსტად. ფრონტალურები ეშვი, აი უფრო ესე იგი სრულად პრემოლარები. ალვეოლური მორჩი გრძილი, ლორწოვანი, რომელი მხრიდან? ვესტიბულური მხრიდან. ქვედა ტუჩი მხარეს და ნიკაპის კარი. გასაგებია? ეხლა ერთი ეს პირშიგნითა.
რაიმე კითხვა გვაქვს ამასთან? ორალური გჭირდება თუ არა? რა გჭირდება? ანუ ვერ გავიგე. ვესტიბულური მხრიდან. ხო. და დამატება რა თქმა უნდა, ხო. თუ მე ბლოკადას ვაკეთებ და ნევრალგიას ვკურნალობ, მაშინ დამატება არ მინდა, იმიტომ კბილების ამოღება და რამე ოპერაციას იქ არ ვაკეთებ. მაშინ მენტალურ ხილში აქედან შევიყვანე რაც მინდოდა სპირტიტურად ბლოკადისთვის რაც მინდოდა და მოვჭი, მაგრამ თუ აქ მუშაობა გჭირდება სხვა, მაშინ უნდა აუცილებლად დავუმატო რომელი? ინფილტრაციული. ინფილტრაციული არის.